ესაა მომენტი, როცა ვცდილობ რომ $1000 გადახდის, მაგრამ რიოს კარნავალზე უფასოდ შევძრე. თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რომ წინ ერთი კი არა, 3 სხვადასხვა შემოწმების პუნქტი და დიდი პრობლემები მელოდება. ბილეთი არ ქონდა აღებული. წარმოუდგენელი შესაბამისად. თუმცა სანამ აქამდე მივართ, ალბათ გაინტერესებთ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ რიოს გენიალურ კარნავალზე ბილეთის ფასი $300-დან $2000-მდე მერყეობს და პატარა კაკო სულ ოცნებობდა აქ შესვლაზე. თუმცა რადგან საკმარისი საშუალება არ მაქვს, ვეცდები პატარა კაკოს ეს ოცნება ისე ავასრულო, რომ არც ერთი ცენტი არ დამიჯდეს. ეს სრულიად აბსურდული და ტყუილი ისტორია. ერთი თუ ოცნობდი, ავდგებოდი და ვიყიდი ბილეთს. სინამდვილეში აზიელი ტომების არ იყოს, პატარა კაკო სულ ფეხებზე ეკიდა სამბადრომის და სამბას მოცეკვავეებს. შესაბამისად, ალბათ გაინტერესებთ სინამდვილეში რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. ამის თავარი მიზეზი ეს ვიდეოა. ვიდეო სადაც ვამბობ, რომ YouTube მაყურებელს უსრულებ მის მიერ დაწერილ ჩელენჯს. შაულინის ბერებთან გაატარე 24 საათი. რაღაც არ ამგონია გამოგივიდეს. არ გაბედო რომ დამაჩერებჭო. გახსენებთ, რომ მე დიადი მისია მაქვს. სიკვდილამდე მყავდეს მაიმუნ კაკოზე მეტი გამომწერი. შესაბამისად, ხანდახან მომიწევს ისეთი ვიდეოებიც გადავიღო, რაც ჩემ ტვინში კი არა, მაყურებლის სურვილებში იბადება. ამ ვიდეოს გადაღებამაც კიდევ უფრო ახალი და ახალი სურვილები გააჩინა და გაჩნდა ახალი ჩელენჯის იდეები. ზოგი იყო საკმაოდ მარტივი. კაკო მუსულმანურ ქვეყანაში გაატარე 24 საათი. შეიძლება ვერ გაცნო. ზოგი საკმაოდ აბსურდული. კაკო კანიბალებთან გაატარე 24 საათი. შენ ისეთი ბუთქუნა კაცი ხარ, უეჭველი შეგახრამუნებენ. ეს დამიწერეს, ხო იცი? ზოგი კი საკმაოდ სახიფათო. აბა კოლუმბიის კარტელში გაწევრიანდი და ერთი კვირა იცხოვრე. ნიკა, ასე მწირავდო. ამ კომენტარებს ზედმიწევნი თუ შევყევი, აუცილებლად ფატალურად დავასრულებ და ჩემი დიადი მისია რომ სიკვდილამდე ყავდეს მაიმუნ კაკოზე მეტი გამომწერი, დროზე ადრე დაფეილდება. თუმცა არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს მოთხოვნას, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება კომენტარებში. და ეს მოთხოვნა იწყება სიტყვით შეიპარე. შეიპარე სასტუმროში, შეიპარე სტადიონზე, შეიპარე აუზზე, შეიპარე კონცერტზე. შეპარვის კონტენტი ყველაზე მოთხოვნადია. ჩემთან კი ამ ხრივ ძალიან სავალალო სიტუაციაა. შეპარვის კონტენტი მწირად მაქვს. შევარდნები კი ბატონო სტადიონზე. დამაბრუნეთ ანგრილი შაქარი. თეატრში. თუმცა შეპარვის კონტენტი საერთოდ სხვა განზომილებაა. ესაა მოქმედება, როცა არალეგალურად ზოგა უამრავ თანხას და იღება ამ თანხის შესაბამის სერვისს. ჩემი YouTube CV-ში კი არის საკმაოდ მცირე რაოდენობის შეპარვის კონტენტი. ერთი $5 შეპარვა პასილოკის აუზზე ქუთაისში და მეორე $20 შეპარვა ასევე აუზზე ვიეტნამში. თან იმ პირობებში რომ ბრძენი გაგოამბობს, ნამდვილი იუთუბერი მაშინ ხარ, როცა შენი YouTube CV მინიმუმ $10,000 შეპარვებს მოიცავს. რთულია რომ შეპარვები არ დავიწყო. $10,000-მდე მისაღწევად დიდი გზაა გასავლელი. და შეპარვა შეიძლება მოხდეს რომელიმე სამხრეთ ამერიკული დერბის თამაშზე. თუმცა ფეხბურთი ყველგან და ყოველთვის ყოველ კვირას იმართება. და მასში უნიკალური არაფერია. ამას მოგვიანებით გადავდებ. ის რაც უნიკალურია და განუმეორებელი ხდება სამბადრომზე. იმ ჯადოსნურ ფესტივალზე, რომელიც ბრაზილიაში ტარდება. რიოს კარნავალზე. რიოს კარნავალის მთავარი სანახაობა არაა ის გარყვნილება, რომელიც ჩემ წინა ვიდეოში ნახეთ. რიოს კარნავალის მთავარი ღირსება სამბა შოუებია, რომელიც სამბადრომზე ეწყობა. უფრო ზუსტად რო აგიხსნათ, სამბადრომი არის სივრცე, რომელიც ჩვეულებრივ სტადიონზე დაახლოებით 7-ჯერ დიდია. და სამბადრომი მთელი წლის მანძილზე დაახლოებით 358 დღე დაკეტილია და იხსნება მხოლოდ იმ ერთი კვირით, რომ მოეწყოს გენიალური სამბას მოძრავი შოუები. რისთვისაც სამბა სკოლები მთელი წლის მანძილზე შრომობენ, რომ ააშენონ უდიდესი და ექსტრავაგანტული ფიგურები და მოაწყონ ჯადოსნური მსვლელობა სამბას სეკვით. აქ კაროჩე ყველა სამბას ეკავს ცოლით. Yeah. Samba dancer. Yeah. Obrigado. ამ ღონისძიებას ესწრებიან და აშუქებენ მსოფლიოს უამრავი ქვეყნებიდან და სწორედ ამიტომ აქვს ამ ცერემონიას კატასტროფულად ძვირი ფასი. სამბა ბრაზილელების სულშია. უამრავი ადამიანი მთელი წლის მანძილზე მისდევს თავის ტრადიციულ პროფესიას და პარალელურად სამბა სკოლაში ვარჯიშობს ამ გამოსვლისთვის. ვარჯიშობენ იმისთვის, რომ დაანთონ ცეცხლის სცენაზე. ასიამოვნონ მაყურებელს და გაამარჯვებინონ საკუთარ სკოლას სამბადრომზე. რიოში მე სამბა შოუზე დასასწრებად არ ჩამოვსოლვარ. ეს არ იყო პატარა კაკოს ოცნება. თუმცა ბრაზილიამ ნამდვილად დაამახსოვრა თავი. აქ თავს გადამხვდა უამრავი სასიამოვნო მომენტი. იყო მომენტები, როცა ნამდვილად ძალიან გავერთე. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.
როცა სხვა ადამიანებთან ერთად ხარ მოგზაურობაში, ხანდახან გიწევს კომპრომისების გაწევა და ისეთ ადგილზე წასვლა, რომელიც შენ არ გინდა, მაგრამ საყვარელ ადამიანებს ურჩევნიათ. შესაბამისად, როცა ბაბი მთხოვა, რომ თავისი ოცნების სასახდენად სამბადრომზე გავყოლოდი, მივხვდი, რომ ეს არ იქნებოდა იდეალური ღონისძიება, სადაც გავერთობოდი. მაგრამ შემეძლო იდეალურ თავგადასავლად მეკცია. თუ თან ჩემი შეპარვების ცივის გავამდიდრებდი და პარალელურად ამ კომენტარების მოთხოვნებს შევასრულებდი. ამიტომ მე ბაბის დავპირდი, რომ კარნავალზე აუცილებლად გავყვებოდი. ოღონდ ისე შევიდოდი, რომ 1 ცენტსაც არ გადავიხდიდი. მით უმეტეს თუ კარნავალის პერიოდში ყიდულობ ბილეთებს, როგორც გითხარით, ფასები საკმაოდ ძვირია. იმისთვის რომ შედარებით ხელსაყრელ ფასად იშოვო ბილეთები, საჭიროა თვეებით ადრე დაჯავშნო კარნავალის ადგილები. და ამაში შენი მეგზური დაგეხმარება. კომპანია, ჰოგეუნები რა კომპანია. თუ შემდეგ კარნავალს გინდა რომ დაესწრო, ეხლა მიწერე და შენი მეგზურის უგამასtildeცი ოპერატორები ეგრევე გიშოვნიან არა მარტო ბილეთს, მთელი ბრაზილიაში მოგზაურობის პაკეტს ისე შეგიდგენენ, რომ ინანე ამდენი დრო, ენერგია და ფული რაში დახარჯე. როცა შეგეძლო უფრო იაფად, უფრო სწრაფად და უფრო სრულყოფილად მიგეღო ეს სერვისი შენი მეგზურისგან. ჩვენ წინასწარ არ დაგვიჯავშნია ბილეთები, რადგან სამწუხაროდ შენი მეგზური იმ დროს არ იყო ჩემი სპონსორი. შესაბამისად, ბაბიმ და ლუკამ ბილეთებში $300 გადაიხადეს. ეს იყო ყველაზე იაფიანი პაკეტი იმ მომენტში, რის მეშვეობითაც ზიხარ ზედა იარუსზე და შორიდან აკვირდების სამბადრომის მიმდინარე მოვლენებს. გაცილებით ძვირადღირებული ადგილები, რომლებიც $1000-დან იწყება ქვედა იარუსებშია. თუმცა შეგახსენებთ, რომ მე 1 ცენტის გადახდასაც არ ვაპირებ. სწორედ ამიტომ ჩემ განუყრელ მეგობარ ChatGPT-ს მივწერე, როგორ შეიძლება შევპარულიყავი სამბადრომზე. და მისგან არც თუ ისე დამაიმედებელი პასუხი მივიღე. ეს ქმედება არალეგალურია. არხის მსგავსი აქტივობის მიღება, რადგან სამბადრომი უნიკალური ღონისძიება და ამ დროს გაძლიერებული მეთვალყურეობა. სამბადრომზე შეფარო შეიძლება დაგიჟდეს უდიდეს ჯარიმად, დეპორტად ან ციხედაც კი. ChatGPT არ ცდებოდა, პოლიცია მართლაც განსაკუთრებული რაოდენობით იყო წარმოდგენილი ფესტივალზე. თუმცა რადგან ChatGPT-მა არანაირი რჩევა არ მომცა, გადაწყვიტა D-ვიტამინი დამელია. ჰენკას D-ვიტამინის წყლის დალევის შემდეგ უფრო ბედნიერი ხარ ადამიანი, იმიტომ რომ მე D-ვიტამინი მაკლია. თან გემრიელ წყალს ვამ და თან D-ვიტამინს ვივსებ. მოკლედ, რადგან ChatGPT-მა არანაირი რჩევა არ მომცა, გადაწყვიტა გეგმა თავად შემედგინა. და ეს განსაკუთრებული გეგმა, ამ გეგმის სახელია რაღაცა იქნება. ესაა ყველაზე ძვირფასი გეგმა, რაც ქართველებს გაგვაჩნია. ყოველთვის როცა რაღაც ისეთის გაკეთებას ვაპირებთ, რაც ჯერ არ გაგვიკეთებია. თუ ბიზნეს ვიწყებთ, ყოველთვის ვამბობ, რა ბიზნეს გეგმა შეჩევა, დავიწყოთ და რაღაცა იქნება. თუ ძმაკაცებს ამერიკაში წასვლა უნდათ, რა გეგმა ბიჭო? მექსიკაში ჩავიდეთ და მე რაღაცა იქნება. გერმანელები ხო არ ვართ წინასწარ გეგმოთ. შესაბამისად, მეც როგორც ნამდვილმა ქართველმა ამ უნიკალური გეგმით წავედი ადგილზე. რომ გამეგო რა იქნებოდა ის რაღაცა. ყველაფერი ისე დაიწყო, რომ ცხადი ჩანდა. პოტენციურად განწრული ვიყავი მარცხისთვის. მისვლისთანავე პირველი რაც თვალში მოხვდა, იყო ის, რომ ბაზაზე უამრავი ოფიცერი იყო განლაგებული. მაგრამ თავიდან უბრალოდ ზედაპირულად გამოწვევენ. შემოწმევისას ჩემმა ბრჭყვიალა წვერმა დადებითი შეფასება დაემსახურა და პირველი ბუსტი მომცა, რომ საქმე ბოლომდე მიმეყვანა. შემდეგ გასკანერებენ. და აქ უკვე იწყება პირველი შემოწმების პუნქტი, რომელიც ბაბიმ და ლუკამ წარმატებით გაიარეს, თუმცა მერის იმედა ჩავდეგი რიგში არ ვიცი. ერთ-ერთი ის მოახერხა, რომ ლუკას ტელეფონში არსებული ბილეთის QR კოდი დავსკრინე. დავსკრინე იმის იმედად, რომ გამოყენებულ ბილეთს, როდესაც დასასკანერებელი აპარატი არ გაატარებდა, ვიტყოდი, რომ ჩემი QR კოდი ვიღაცამ გამოიყენა და თავდაჯერებით მოვიგებდი. თუმცა აღმოჩნდა, რომ დასკრინულ ბილეთს ვერ აჩვენებ. კარნავალს აქვს საკუთარი უნიკალური აპლიკაცია და მხოლოდ ამ აპლიკაციიდან ნაჩვენებ QR კოდის შემთხვევაში გაგატარებენ. გოგონამ კი როცა აღმოაჩინა, რომ ეს სურათია და არა აპლიკაციის ვიზუალი, შესაბამისი პასუხიც დამიბრუნა. აქ რამდენიმე წამით შევტვის პაუზა ქონდა. სკრინშოტის გადაღება და მეგობრისთვის გაგზავნა ყველა შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია ნებისმიერმა ითაღლითოს. მაგრამ აპლიკაციას ვერაფრით გადააგზავნე სხვა ტელეფონში. ასე რომ მე სკრინშოტი არ გამომადგება. მე მჭირდება ფიზიკური ტელეფონი აპლიკაციით. მაგრამ რა არის იმის ალბათობა, რომ აპლიკაციანი ტელეფონი ხელში ჩავიგდო? მით უმეტეს, როცა ლუკა და ბაბი უკვე შიგნით არიან და ჩვენ შორის ეს ოფიცერი დგას. ამისთვის იდეალურ მომენტს უნდა დაველოდო. ოფიცერს ყურადღება გადავატანო და ამ დროს გამოვართვა ლუკას ტელეფონი. ოფიცერმა თითქოს მოძრაობა დაიჭირა, მაგრამ ისე სწრაფად დამალე ვერ მიხვდა რა მოხდა. და უკვე თამამად ამჯერად არა ჩემ ტელეფონში არსებული სკრინშოტი, არამედ ლუკას ტელეფონი თავისივე აპლიკაციით ვაჩვენე ახალმოსულ სუპერვაიზერს.
თუმცა აქ მეორე პრობლემა გაჩნდა. ლუკას ტელეფონში არსებული QR კოდი უკვე გამოყენებული იყო, მაგრამ ეს თითქოს აბსურდია. თუ QR კოდს გამოიყენებ, ტელეფონის და პატრონის შიგნით უნდა იყოს. ხელმეორედ იგივე ტელეფონი ამ ადგილას ვერ მოხდება. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ოფიცრებს უნდა დავაჯეროთ, რომ ესაა ტექნიკური ხარვეზი. ხარვეზი, რომელსაც ვერ უშველის მისი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უშედეგოდ ცდა. ამ ინციდენტით გაკვირვებულმა სუპერვაიზერმა სუპერვაიზერს დაუძახა. სანამ სუპერვაიზერი მოვიდა და ერთ-ერთი რაც დამჩნეოდა ოფიცრის კეთილგანწყობის მოპოვება იყო. What is the problem? I don't speak English. I don't speak so. Melissa? ¿Todo bien? I speak so. როგორც კი მოვიდა სუპერვაიზერი და გაუჩერებლად ამოწმებდა რაღაცას თავის ტელეფონში. შემდეგ ისევ დაიწყო გატარებები, მაგრამ გარკვეული უშედეგო ცდის მერე აღიარეს, რომ ნამდვილად ტექნიკური შეცდომა გაიპარა, ბილეთის QR კოდი დაარესეთეს და შემიშვეს. გამოყენებული ბილეთი. საართული ასახსნელია, მაგრამ თავარი ჩემი ემოციებია. მე გამოყენებული ბილეთით შემოაღწიე აქ. უფასოდ 0. თუმცა ყველად მიხარია, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. აღმოჩნდა, რომ შიგნით მეორედ შემოწმების პუნქტიცაა. მეგონა რომ სულ შემოვიდით, მაგრამ მეორე დონე არის გადასალახი და ვნახოთ ახლა იგივე ტაქტიკა იმუშავებს თუ არა. თუმცა ერთი შეხედვით აქ სიტუაცია ბევრად მარტივია. აქ უბრალოდ თავიდან ატარებ QR კოდს და გაძლევენ სამაჯურს. გეგმა კი ასეთია. ლუკა და ბაბი შევლენ თავიანთი QR კოდით. შემდეგ ისინი მიიღებენ სამაჯურს. სანამ გახვალა ბრასლეტებს გიკეთებენ და მაგ ბრასლეტით შემოხვა ლუკარო. სამაჯურ გაკეთებული ლუკა უკან გამოვა. მომაწოდებს ტელეფონს. თვითონ კი ტელეფონის გარეშე სამაჯური თვე შებრუნდება. ამასობაში ჩვენ ლუკას მოცემულ ტელეფონით QR კოდს ახლიდან გავატარებინებთ და ჩვენც მივიღებთ სამაჯურებს. გამოდით ბრასლეტი გაიკეთეთ და მომესით ტელეფონით. თუმცა აქ დაიწყო ახალი პრობლემები. მე მეგონა რომ ამ ეტაპზე ჩვენ პრობლემა არ შეგვექმნებოდა, რადგანაც ამ ბილეთის QR კოდი პირველ ჩეკპოინტზე გატარებულია. ის უკვე წესით გამოყენებულად ითვლება. შესაბამისად მგონია რომ ვერანაირად ვერ გააკვევენ იმას, რომ მე სხვის ბილეთს ვიყენებ, რადგან ამ ტერიტორიაზე წესით ყველა ბილეთი უკვე დასკანებულია სისტემისთვის. ერთი რეგულარული ბილეთის სპეციალურად დავასკანებია ლუკაზე და არ გაატარა. როგორც აღმოჩნდა, აქ კიდევ დამოუკიდებელი სისტემაა და QR კოდი, რომელიც უკვე დასკანებული მეგონა, თურმე თავიდან შედის ბაზაში. შესაბამისად, აქ ჯერ ბილეთი ისევ გამოუყენებლად ითვლება. ასე რომ, ბაბი მთხოვა რომ გარეთ დარჩენილიყავი. რა შეგვიძლია რომ გააკეთო? გადაიღო რომ ამის ადგილების გარეშე მან გარეთ რას აკეთებ რა? არ იყო მეგრო იყოს რომ შენ არა, შემოვალ უეჭველი. თუ არ გამოვაო, გააკეთე მან დრასიზამო რა და აქ რა მოიდა შემოვალდე და სუტირებ. ბაბი, იცი რატო შემოვალ? იმიტომ რომ მე კაკო ვარ, დოპამინის სავსე კაცი და MMS აგენტი და ამიტომ შევალ. ლუკა, მარტო ლუკა გამოუშვი. როგორც ვივარაუდეთ, ლუკა უპრობლემოდ გამოვიდა და მომაწოდა ტელეფონი. ეხლა გამოსვეს ტელეფონია ჩვენე. გამოსცეს არა, просто გამიშვა. რა თქმა უნდა, წინ მძიმე ეტაპი მელის, მაგრამ სადაც აქამდე მოვედი, უკან არ დავიხებ. აი, წავიდეთ. ეხლა მთავარი რა არის ხალხო, გეტყვით რა, თავდაჯერება რა. არ უნდა შეტრკე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა იცოდე რომ შენ მართალი ხარ და სუკიდია ვინ. Hola, Melissa. Ja. შემოწმების პუნქტამდეც მივედი. ვერ გაატარა ერთმა. მეორემ. და მე მაქსიმალურად თავს ვიდებილებ. Ja. და როცა მეგონა რომ აქ ყველაფერი დასრულდა, ამ ქალმა გადაწყვიტა თავისი ბარათი დაესკენერები და ისე შევეში. Melissa. Obrigado. ალბათ სინამდვილეში ასე უპრობლემოდ, იმიტომ შემიშვა რომ იცის, აქ ვერ მოხვდებოდა ვინმე თაღლითურად, რადგან პირველ ჩეკპოინტზე შემოწმებას აპლიკაციის გარეშე ვერ გავევლიდი. და მეც გენიალური გეგმით გადახედებულმა გულწრფელად გაუზიარე, რასაც ვფიქრობ. ოღონდ ისეთ ენაზე, რამაზეც წარმოდგენა არ ქონდათ. ხალხო, წარმოუდგენელ შეცდომას უშვებთ. უკაცრავად, მე ბილეთი არ მქონდა აღებული. ბილეთი არ მქონდა აღებული. ესე ძალიან ბევრი შემოგეპარება. Grazie. Obrigado. Obrigado. ესე გადავლახეთ მეორე დონეში. შო უკვე შესულები ვარ. ხალხო, არ გადაყაროთ ფულით ყველა. არ გადამრიოთ. თუ გაგიჭირდება ჩემოპარვა, ციხიდან ჩამიგდეთ მერე სურათი, თუ დაგიჭერენ. საბოლოოდ ადგილზე ვარ და ესე შემოვძვერით. ეს ყველაფერი იყო ბევრად უფრო
დიდი кайფი, იმიტომ რომ რო ატყუებდა რაღაცა იპარები და ასე შემდეგ უფრო სასიამოვნოა რა. ასე რომ დავალოდოთ სამბას უყუროთ და დავთქვეთ აქაურობით, იმიტომ რომ მილიონერი ისტორია აქ არ მთავრდება. ამ თავგადასავლით მომხიარებულმა გადაწყვიტა ჩემი YouTube CV კიდევ უფრო გამემდიდრებინა და $1000 ბილეთის ადგილზე მოხვედრა დამეტესტა. ნახე ქვემოდან უფრო კაი სანახაობაა რა. ეგრევე ახლოს ხარ მოცეკვავებთან. პროსტა ბილეთები ბევრად ძვირი ღირს, ჩვენ ამ სექტორის ბილეთებში არ შემოსულვართ. ეხლა მაგ იდეა როგორ ჩავიდეთ ქვემოთ. როგორც უკვე აღნიშნე, ზონა ორ ნაწილად იყოფა. ზედა იარუსი, სადაც იაფასიანი ბილეთებია და ქვედა VIP ზონა, სადაც ბილეთების პასი $1000-დან იწყება. სწორედ ამ ზონაში მოხვედრა მინდა მე, თუმცა წინ გაცილებით დიდი თავგადასავალი მეის. ამ VIP ზონაში შესვლის მცდელობა იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე საერთოდ აქამდე მოსვლა. რადგანაც ამ ტერიტორიაზე უკვე ყველას ბილეთი დასკანერებულია, რა ზონის წევრი ხარ სამაჯურით გაირჩევა. ჩვენ გლეხებს იაფასიან ხალხს თეთრი სამაჯურები გვაქვს. ზვირფასიან ბურჟუებს კი მწვანეები. მე რომ ცოდნოდა რომ მხოლოდ სამაჯურის ფერი გაზრდიდა VIP ზონაში შესვლის შანსებს, საერთოდ აქ წამოსვლამდე მწვანე ფეიქ სამაჯურს ამოვიღებდი. თუმცა რადგანაც აქ მწვანე სამაჯურს ვერანაირად ვერ ვშოვი, გადავწყვიტე სხვანაირად მეცადა და ბედი. ჩვენ იმაში გვიმართლებს რომ VIP ზონა სექტორებად არის დაყოფილი და თუ ერთგან ვერ მოახერხებთ შესვლას, მცდელობის უამრავი შანსი გვექნება სხვა სექტორებში. აქტიური დაზვერვა პირველი სექტორით დავიწყეთ, თუმცა პირველივე სექტორში ზედმეტად წელში გამართული დაცვა დაგვყვა. მივხვდით რომ აქ თამაში არ შეიძლებოდა და გადავინაცვლეთ მეორე სექტორში, სადაც ამჯერად პირდაპირ ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე ვცადეთ შესვლა. თითქოს იქიდან ვიყავით ახლახანს გამოსულები. მაგრამ მალევე აქედანაც გამოგვაბინძურეს. საბოლოოდ მივხვდით რომ აქ ასე მარტივად ვერ შევძურებოდით. სამაჯურების ფერს ზედმიწევნით აკონტროლებენ. ამიტომ რამე უნდა მოგვეფიქრებინ. და ეს იდეაც მოვიდა. რადგანაც ჩვენი სამაჯურები ზედა იაფასიან იარუსს ეკუთვნის, მივალდა აღელვებული სახით ვეტყვი რომ ზედა რიგებიდან საფულე ჩამომივარდა, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფული მიდევს. და რეპეტიცია გავიაროთ. როგორ უნდა უთხრა? Hello, I dropped the wallet. ესე ხო? დაია. ჩემმა არც ისე გენიალურმა ტვინმა იმ მომენტში მხოლოდის მოახერხა რომ საფული მოეფიქრებინა და არა მაგალითად კულონი, რომელიც უფრო ლეგიტიმურად ჭრეს, რადგან საფულებს ხომ მარტივად დაინახავდნენ. I dropped the wallet. Can I see? Yeah, but I was standing and my wallet dropped. მაგრამ რაც თავარია გამართლა და ასე შემომიყვანეს ქვედა იარუსი. Like my wife is up and she knows she's standing here. Okay, let's go. მორიგი პრობლემა ის გახდა რომ ეს კაცი სულთან დამყვებოდა და მეხმარებოდა ჩემი ვირტუალური საფულის მოძებნაში. რაღაცა იმავეს. პროსტა უნდა მოუწყდე ხა აქედან. მე ისევ თავი დადებილება დავიწყე, ვითომ არ მახსოვდა რომელ ადგილას ვიყავი და უთხარი რომ ჩემ ცოლს დაურეკავდი და გავარკვევდი. I will call my wife, she will I don't remember where is it. ალეც, ჩემი კამერამენიც ამყვა ამ საქმიანობაში და კითხვების დასმა დამიწყო დაცვების გასაგონად. ID or something in it. ID. და დაუშვე დამას. ამდენ ხალხში მოძრაობისას იმედი ჰქონდა რომ ამ კაცს ჩამოუშორებდით. თუმცა დაცვა ბოლომდე გამოყვა და საბოლოოდ მიგვიხვდა რომ რაღაცას მაიმუნებთ და მიუხედავად იმისა რომ არ გამომივიდა პონა, უკან გამოგვიყვანეს. I'm asking how to go there. What are you doing? You are not answering me. You are not answering me. I'm asking how to go there. ასე რომ თითქოს ყველაფერი მორჩა და დანებებას გადავწყვიტეთ.
მაგრამ MMS-ის წესი ნომერი 98 ამბობს. ყველა კარის გაღებაა შესაძლებელი, უბრალოდ ამისთვის სწორი გასაღები გჭირდება. ამიტომ არ შევეგუეთ ბეთს და მეოთხე იარუსისკენ დავიძარით. იქნებ იქ გვეპოვა ეს გასაღები. დაგვინახე ეს მათმა იქით. მე მახსოვრებით. კუდი ხო არ მოიხსნა. იარუსებს იმიტომ ვიცვდებით რომ არ ვეცნეთ. შესვლის წინ ალეს უთხარი როგორ მოქცეულიყო. ან ხალ გავიდებინებ რომ აღვება და არ შევიდა შეკეთო. просто self confident იყავი და შემოდი რა. ერთად შევიდეთ просто. და ჩემდა გასაკვირად აქ თითქოს ძალიან მარტივად შევედით. ნაწყენი ვიხარით რომ მე რა მარტივი ხავდა. რა XS ვარ. თუმცა ძირითად შემთხვევაში ყველაფერი რაც მარტივად იწყება რთულად სრულდება. თურმე წინ ყოფილა შემოწმების ნამდვილი პუნქტი. სადაც სამაჯურის ფერს ამოწმებენ. ამიტომ დავიწყეთ გამოსავლის ძიება. პირველ რიგში VIP ზონის ქვედა ნაწილის შემოწმება დავიწყე. მაინტერესებდა რამე ნაპრალი ხომ არ იქნებოდა. თუმცა ისეთი სივიწროვე აღმოჩნდა რომ აზრი არ ჰქონდა ცდას. ის გადაგჩვენა რამენაირად დაცვისთვის აგვერიდებინა თავი და შევპარულიყავით. წენი ავიღო და შევიდე. წენი ავიღო და შევიდე. ეგრევე. ვითომ წვენის მსურველებმა დაცვის თვალთვალი დავიწყეთ. ბევრი ხალხი შედის. ამოწმე. და მალე ვიპოვეთ ამ სექტორის სუსტი წერტილით და ჩვენი სამოქმედა გეგმაც. ამ საქმეოთორის სუსტი წერტილი ის იყო, რომ დაცვა საკმაოდ მოდუნებული იყო და მუდმივად ერთმანეთში ჭორაობდნენ. შესაბამისად, თუ ყურადღებას გადავატარებთ, შეიძლება შეუმჩნევლად გავცდეთ. ჩვენი სტრატეგია ასეთი იყო. ამჯერად მე და ალე ვიშლებით. ალე უნდა მივიდეს დაცვასთან, დაუსვას უაზრო კითხვები და ყურადღება გადაატანოს. ხოლო მე თავდაჯერებულმა სწრაფი ნაბიჯებით უნდა შევიდე, ვითომ VIP ზონის წევრი ვარ. თუმცა ამ მოქმედების დროს ჩვენი ფარული ექშენ კამერა დაждდა და ეს მომენტი ვერ გადავიხეთ. თუმცა გამოგვივიდა თუ არა შეგიძლიათ ჩემი ტელეფონის გადაღებული კადრებით ვნახოთ. ეს რატომია ეპიცენტრში? ამდენი სტრატეგიის და მცდელობების მიუხედავად ეს ყველაფერი შედგა. მე სამბადრომის ყველაზე ახლო წერტილას VIP ზონაში მოვხვდი. Hey bro! და ჩემი YouTube CV-ს სამბადრომის $1000 VIP ადგილის შეპარვას დაემატა. და მაინც ალბათ ჩდება მთავარი კითხვა. რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი? იქნებ იმიტომ რომ პატარა კაკო საყვარელი სერიალი Prison Break-ი იყო და მეც მიხარდა რომ რეალურ ცხოვრებაში მინი მაიკლ სკოფილდი ვიყავი. ან იქნებ იმიტომ რომ ეს ოდიოზური ფრაზა რომელიც საუკუნე არ გამოგვიყერებია კიდევ ერთხელ ავამოქმედებ. აუ საყვული კაკოტო ისეთი რამე გენი უეჭველი იმსახურებ 200,000 გამოუწევს.